როდესაც საუბრობთ მუსიკაზე და როცა საუბრობთ რას ნიშნავს მუსიკა ბალეტში? ყველაფერს, ჩემთვის ყველაფერს და აი კლასიკურ ბალეტში მე მაგალითად პირადად მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ გედების ტბაში ცეკვავ დიდი ხანია ძალიან და მე მესამე მოქმედებაში შავგეთში იქ არის ესეთი მომენტი, ყველა მიცის, ხოლმე არის ესეთი ხა ბოდიში მოგე წავიმღერებ, ხო? დიამპა, რამპა, დიამპა, პაპა. სულ ამას ცეკვავ. მომზადებული მაქვს ეს სპექტაკლი ჩემ პედაგოგთან რაისა ლაფავრის როშკოვასთან და რაღაც ისე მოხდა რომ ის წასული იყო გასტროლებზე რაღაცას გავდა და მეორე პედაგოგი ჩემი მარინა სიმეონოვა უცბად მითხრა რომ შეგიძლია სხვანაირად მოусმინო ამ მუსიკას და გამიკვირდა რას ნიშნავს სხვანაირად მოусმინო აიო ნახე მიმღერებასავით არისო დარირარამ პარირარამ დარარიმ დარარამ ესეთიო ოდეს ერთად მიდის ორკესტრში მართლა მოვისმენ და მართლა ესეთი სულ სხვანაირი აქცენტებიც კი არ არის იქ. და მითხრა, ეხლა შეეცადეო აი ამ მუსიკაზე იცეკვო. და მართლა გავაკეთე ერთ-ერთი სპექტაკლი სხვა მუსიკაზე. მოძრაობა არ შემიცვლია, უბრალოდ შინაგანი ხასიათი შევცვალე. და თქვენ წარმოიდგინეთ, რამოდენიმე პროფესიონალურმაც დაინახა ეს და მიხვდა, ჩემი მეუღლეც კი მიხვდა, რომ რაღაცა სხვანაირად იცეკვე. აი რას ნიშნავს, როდესაც შენ მუსიკას შინაგანად სხვადასხვანაირად უსმენ. და სხვანაირ ინტერპრეტაციას აძლევ.